ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით ნებისმიერ ნეგატიურ გამოხმაურებაზე და ნეგატიურ გადაწყვეტილებაზე სრულ პასუხისმგებლობას ქართულ ოცნებას აკისრებენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მათი შეფასებით თუ უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი დადგება, ამაში დამნაშავე მხოლოდ ქართული ოცნება იქნება, აქცენტი გაკეთდა მათი მხრიდან სხვადასხვა კანონებსა და კორუფციასთან ბრძოლაზე. რეალურია საფრთხე, რომ საქართველოს მოქალაქეებმა შეიძლება დავკარგოთ ის შესაძლებლობები, რაც ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა მოგცა. ოჯახის წევრებთან შეხვედრა, თავისუფლად მოგზაურობა, მკურნალობა, სწავლა, მუშაობა და განვითარება ევროპულ სივრცეში. საქართველო ევროპული ოჯახის წევრია, ჩვენ ისე როგორც საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტი მეც ვგჯერა, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. უვიზოს შეჩერებას გაცილებით უფრო სერიოზული და პრობლემური რაღაცები მოყვება თან. მაგალითად, დღეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მძიმე ავადმყოფების სასწრაფოდ ვისაც არ აქვს არანაირი დრო დარჩენილი და ყოველი დღე მნიშვნელოვანი არის სასიცოცხლოდ სასწრაფოდ გაემგზავრონ და მას თან ახდნენ ოჯახის წევრები. ბევრი ჩვენი თანამოქალაქე სამუშაოდ მიდის ევროკავშირში, არ არღვევს ამ ვადას და 90 დღის განმავლობაში, 3 თვის განმავლობაში იმდენ სარჩოს აგროვებს, რომ შემდეგ მთელი წელი ყოფნის ეს ოჯახს. ეს ადამიანები დაკარგავენ ევროპაში მაღალანაზღაურებადი დროებითი სამუშაოს საშუალებას. ადამიანების მთავარი მიზანი არა საქართველოს კეთილდღეობა და ჩვენი ქვეყნის პროგრესი, არამედ ამ ქვეყნისთვის ძილგამომთხრელი საქმიანობის გაგრძელება, ნათლად იკვეთება მათი სურვილი, რომ გაუარესდეს საქართველოსა და ევროკავშირის შორის ურთიერთობა და შეიძლება ითქვას, რომ აი ურთიერთობის, ასე ვთქვათ, ახალ ფორმატში გადაყვანა, რაც მანდამაინც მოსაწონი არ არის ევროკავშირის მხრიდან, არის გამოწვეული სწორედ აი ამ ტიპის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების რამოდენიმე წლიანი მავნებლური მუშაობის შედეგი.